გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ სასიყვარულო თემატიკის ვიდეო თქვენთვის. რას გეტყოდათ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, რომ შეეძლოს ახლა ამის თქმა, რომ კონდეს მას საშუალება, რისი თქმა სურს თქვენთვის. ის ხელავს, მას რაღაც შეზღუდვები აქვს ამის თქმა სურს. ეს შეზღუდვები შესაძლებელია იყოს მხოლოდ მის წარმოდგენებში და ფიქრებში და ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ თქვენ უარი თქვით მასზე, თითქოს თქვენ მისგან წახვედით. კიდევ რისი თქმა სურს? მას იმის თქმა სურს, რომ ის აუცილებლად იმოქმედებს ოღონდ მოგვიანებით. ის თქვენს ურთიერთობას გადაიყვანს მომდევნო ეტაპზე, თუმცა სიფრთხილით. რაღაცა არის, რასაც ის, ასე ვთქვათ, მალავს და ბოლომდე ის ამაზე არ საუბრობს. კიდევ რას გეტყოდათ, რომ შეეძლოს და რომ კონდეს ამის საშუალება. ის ძალიან ბევრს ნერვიულობს, განიცდის, არეულია, შფოთავს, უძილობა აქვს ამის გამო. ის ღელავს. და რატომ არ შეუძლია ამ ყველაფრის თქვენთვის თქმა? მოდით ვნახოთ. რაღაც მოქმედებებშია ძვირფასებო, რისკი არის ეს, გადაწყვეტილებები, კონკურენცია. ის ცდილობს, რომ დააბალანსოს, ასე ვთქვათ, დაასტაბილუროს მისი მდგომარეობა და ამის შემდეგ შეიძლება გაგეხმოვანოთ მან მისი აზრები. თუმცა აქ საკმაოდ დიდი დროა ძვირფასებო, რა ვიცი, თქვენ ამდენი ხანი დაელოდებით? კარგით, განვაგრძოთ, რისი თქმა სურს მას თქვენთვის, მაგრამ ამ ეტაპზე რატომღაც ვერ ამბობს. თქვენ ძალიან იზიდავთ მას. შეიძლება ის თქვენზე ეჭვიანობს, თქვენ არჩევანი ხوار გააკეთეთ სხვაზე. თქვენ ვინმე ხوار აირჩიეთ, ვინმე ხوار არის თქვენს გვერდით, რადგან თქვენ ამ მომენტში ხართ უკმაყოფილო, ასე ვთქვათ, თქვენი მდგომარეობით, თქვენი მარტოსულობით. ამის გამო თქვენ ხომ არ დათანხმდით ვინმეს თქვენთან სასიყვარულო ურთიერთობაზე. ესეთი არის მისი ეჭვიანობა. ანუ მას ქვია მისთვის, ასე ვთქვათ, ეჭვიანობა. ის თვლის, რომ თქვენ გიჭირთ ემოციურად, გიჭირთ, იმიტომ რომ გსურთ, რა თქმა უნდა, ბედნიერება, როგორც ყველა ადამიანს, ისე გსურთ, რომ იყოთ წყვილში, გსურთ, რომ იყოთ ბედნიერი თქვენს არჩევანში და ამაზე ეჭვიანობს ის, რომ შესაძლებელია არსებობენ მასზე უფრო მისაღები კანდიდატები თქვენთვის. რას გეტყოდათ ის ამასთან დაკავშირებით ახლა რომ შეეძლოს? ის ამბობს, რომ ერთი და იგივე წრეზე სიარულს ჯობს მარტოობა. ჯობს მარტოობა, რადგან რაღაც, ასე ვთქვათ, ილუზიებს და ვნებაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს მომავალი არ აქვს. ამიტომ ჯობს თქვენს მეფეს დაელოდოთ, ასე ვთქვათ, ეს არის თასების მეფე. ასე ვთქვათ, მისი უმაღლესობა, თასების მეფე, ნახეთ როგორი მშვენიერია. ძალიან მომწონს მე, წვერიც აქვს თან. შეიძლება თქვენ არ მოგწონთ წვერი, არ ვიცი, ძალიან მოხდება ამ თასების მეფეს. ესე იგი, ის ამბობს, რომ
იმოქმედებს აუცილებლად და მოვა თქვენთან. რატომ? იმიტომ რომ სხვა გზა მას არ აქვს თქვენს გარდა. სიყვარულში, იმიტომ რომ აქვს გრძნობა, იმიტომ რომ უყვარხართ. კიდევ რის თქმა სურს. ის გადალახავს ასე ვთქვათ ბარიერებს, რაც აქვს ცხოვრებაში, თქვენ ამაზე არ იღელვოთ ამ მომენტში თუ არ მოქმედებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალშიც არ იმოქმედებს. შეიძლება იმაზე სწრაფად ამოქმედდეს და გადმოდგას ნაბიჯები თქვენსკენ, ვიდრე ეს თქვენ გონიათ. რა დროც გაქვთ თქვენ ასე ვთქვათ გათვლილი იმისთვის, რომ ამის შემდეგ მოვა თქვენთან, შესაძლებელია იმაზე სწრაფადაც კი მოვიდეს. ამის თქმა სურს. და ასე ვთქვათ, სევდაში, ფიქრებში და შიშში არ ჩაკარგოთ ის გრძნობა, რასაც ქვია თქვენი სიყვარული მის მიმართ. კიდევ რის თქმა სურს. ისეთი არკანებია ძვირფასებო, რომ არც ვიცი როგორ გამოვხატო. ახლა ვინც არ უნდა იყოს მის გვერდით, მოდი ასე ვთქვათ, რაც არ უნდა ხდებოდეს მის გვერდით, თქვენ მიგიჩნევთ ის მის საკუთრებად, თქვენ მიგიჩნევთ ის მის ოჯახად და ესენი, რაც ახლა ხდება მის ცხოვრებაში, დასრულდება. თითქოს ასე ჩანს. კარგით, მოდით ვნახოთ რა ხდება ახლა მის ცხოვრებაში. არ მქონდა ამაზე გათვლილი დღევანდელი გაშლა, თუმცა ეს შეკითხვა მოიტანა თვითონ ამ გაშლამ. რა ხდება თქვენი ადამიანის ცხოვრებაში ახლა, კონკრეტულად სასიყვარულო რომანტიულ ურთიერთობებში? მიუხედავად იმისა, ძვირფასებო, ნახეთ კალოდაზე რა დარჩა 3.100. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ახლა ეს რაღაც სასიყვარულო თავგადასავლებს ეძებს, ამითი განტვირთვას პოულობს, მიუხედავად ამისა, ეს ამავე დროს არის მისი სასჯელი. ის ასე ამბობს. რატომ? იმიტომ რომ თავის დროზე ის კომფორტის ზონიდან არ გამოვიდა და ახლა ის განიცდის ნოსტალგიას, მონატრებას, თუ დაუშვათ საერთო შვილები გყავთ ან რაღაც ბავშვებიც არის, ყველასთან არ იქნება, თუმცა უმცირესობასთან ამას განიცდის, ნანობს, რომ უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა, უფრო მეტი სიყვარული გამოეხატა დაუშვათ თქვენი შვილების მიმართ. შეიძლება ზოგს საერთო გყავდეთ მასთან შვილები, შეიძლება არა. თუმცა ის ასე ფიქრობს. ან შეიძლება უფრო მეტი სიხარული უნდა მოენიჭებინა თქვენთვის, რაც თქვენ აქ გაფთოვანებდათ, ასე ვთქვათ, წრფელად, ბავშვურად. ეს მან რატომღაც არ გააკეთა და ამაზე თვითონ მასვე ტკივა გული. თვითონ მას მისმა თავმა იმედი გაუცრუვა თქვენთან ურთიერთობაში, თქვენთან ასე ვთქვათ კომუნიკაციაში. ის ამბობს, რომ უпростоრად მის ცხოვრებაში რა ხდება ახლა. მიუხედავად იმისა, რომ დაუშვათ ეს ხდებოდეს, ეს 3.100, სხვადასხვა გართობები, სხვადასხვა გოგოები და ასე შემდეგ, ან თუნდაც ერთი იყოს, ან არ აქვს ამას მნიშვნელობა, მიუხედავად ამისა, ის ასე არის გულში დაჭრილი. ის გრძნობს იმედგაცრუებას, ის გრძნობს ტკივილს გულში და მას ასე ვთქვათ ტკივა ემოციურად, ფიზიკურ დონეზეც კი გულის ტკივა ადამიანს, იმიტომ რომ ვერ შეინარჩუნა ის ასე ვთქვათ განძი, რაც მას ჰქონდა თქვენთან ერთად. რის თქმა სურს კიდევ ვნახოთ, რაღაც გული მეც დამიმძიმდა. რის თქმა სურს თქვენ ხართ შეუდარებელი, ნახეთ რა არკანი გადმომყოლეთ, ჯერ განახეთ, რომ ესეც ამოვიდა. 9 პენტაკლი, თქვენში ყველა ის თვისებაა თავმოყრილი, რასაც ის სხვადასხვა ქალებში პოულობს.
თქვენში ყველაფერი ერთად არის. თქვენ ხართ ძალიან ღირსეული, ლამაზი, მიმზიდველი, სანიმუშო, განათლებული. კიდევ თქმა სურს. ის აუცილებლად მოვა თქვენთან. აუცილებლად მისი გზა არის თქვენთან. მისი ორიენტირი ცხოვრებაში ხართ თქვენ. რაც არ უნდა ხდებოდეს ახლა მის ცხოვრებაში. კიდევ თქმა სურს. დიახ, მას სურს თქვენთან ასე ვთქვათ, ენერგიის გაცვლა-გამოცვლა ხდებოდეს. რატომ? იმიტომ რომ თქვენ ისეთი ენერგია გაქვთ, თქვენ მას ავსებთ. ის, როდესაც თქვენთვის რამეს აკეთებს, მას შესდის უფრო ათმაგად ენერგია, ასე ვთქვათ. მოდი კარტმა ჩაკეტა და ამიტომ აღარ განვაგრძოთ. ესე იგი, ამ მომენტში ის ვერ საუბრობს და თუ რატომ ვერ საუბრობს და ამ ყველაფერს არ გიხმოვანებთ, ამას გავიგებთ მომდევნო ვიდეოში. გისურვებთ ყველას წარმატება.